მოგესალმებით გამას და გრეპლინგის მოყვარულებო. დღეს გამაგრეპლინგი ერთი კვირის თავზე ახალი მორიგი ბრწყინვალე საღამოთი გიბრუნდებათ. ერთმანეთს დაუპირისპირდება საქართველოს უძველესი გუნდი ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუში, ლეგიონ BJJ და ერთ-ერთი ყველაზე ახალი lock and choke. გვაქვს ძალიან მაგარი შესახურებელი ბრძოლა ნიკა ბერუაშვილის და მათე კალანდიას წინააღმდეგ, რომელსაც დააგვირგვინებს ახალი mythical fighter-ი, გრეპლერი დავით ბადურაშვილი და ლეო ბუაჩიძის დაპირისპირება. სანამ გადავალთ უშუალოდ შეხვედრებზე, გაგაცნობთ ივენთის მსაჯებს. შოთა აკულაშვილი, გიორგი ბეგაძე და დღეს გამას მთავარი მსაჯი პიძე საბა ბეგაძე. როგორც გითხარით, პირველი შეხვედრა იქნება გამორჩეული, რახან ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მებრძოლები და ეს განსხვავება გამოიხატება წონაში. თუმცა ერთ-ერთი მათგანი, ბატონი ნიკა, აპირებს დაამტკიცოს, რომ გრეპლინგში წონას მნიშვნელობა არ აქვს. უხმობ პირველ მებრძოლს ლურჯი ქამარი, ზუგდიდის აკადემიის წევრი მათე კალანდია. დღეს მათე კალანდიას დაუპირისპირდება ლას სამურაის ერთ-ერთი ლიდერი, იასამნისფერი ქამარი, ნიკოლოზ ბერუაშვილი. მეგობრებო, რას ხედავთ უცნაურს? ამ ორ მებრძოლს შორის წონაში სხვაობა არის 34 კილოგრამი. მოგესალმებით გამა ფაით ჰოლიდან მორიგი საღამო, მორიგი შაბათი საღამო და მორიგი გრეპლინგის ივენთი 5-5 კვინტეტი. ცოტა ხანში, თუმცა მანამდე ვიწყებთ რა თქმა უნდა პრელიმინარი ბრძოლით ნიკა ბერუაშვილსა და მათე კალანდიას შორის. ქსანის ორ ნომერში შეგვიძლია ფიქრობთ მუშტიკრივი MMA და დღეს რას თავარია გრეპლინგი. მე გიორგი ბუჩუკური ვარ, ჩემთან ერთად დღევანდელ საღამოს გაუძღება თემა მამაცაშვილი, როგორ ცხოვრობთვის, თემა როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ გიორგი? მეც მაგრად და ველოდები ერთი სული მაქვს, როდის შეერკინებიან ერთმანეთს ჩვენი მეომრები. დღეს ლეგიონის და lock-and choke-ის დაპირისპირებას ვიხილავთ, როგორც უკან გითხრათ. ლეგიონი ერთ-ერთი ყველაზე ძველი გუნდი საქართველოში და თემა მისი დამფუძნებელი და სულის ჩამდგმელი. და მაგრამ იქამდე სანამ ეს ორი გუნდი დაეჯახება ერთმანეთს, უყურებთ პრელიმინარი ბრძოლას ბერუაშვილსა და კალანდიას შორის. 34 კილოიანი წონის სხვაობა თემა. 34 კილო, ხო, ბევრი არის. ნახევარი ადამიანი პრაქტიკულად. აქვს წონას მნიშვნელობა საბრძოლო კომბატ სპორტებში. რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ როდესაც დონეში დიდი სხვაობა ხანდახან არ აქვს, თუმცა როდესაც დონე ერთიან ახლოა ებრძოლების დონე თანაბარი და დაახლოებით მაინც მაშინ ბუნებრივი აქვს. თუმცა გვიხილია ჯიუ-ჯიტსუში უმაღლეს დონის სპორტსმენები. ანბარს დაიჭირა ეხა. თუმცა აი გამოძრა, ეხა აქ ითამაშა წონა. სადაც მიშოვარი. გასათმანივით მოიძრო ეხლა ანბარი. კი ბატონო. მაგრამ ნუ აი როგორც ვიძახთი, უმაღლეს დონეზეც ყოფილა, როდესაც დაუმარცხებიათ, ასე ვთქვათ, პატარა წონის მოჭიდავეებს, დიდი წონის მოჭიდავეებს ჯიუ-ჯიტსუში, ADCC-ზეც მათ შორის, ძირითადად მაინც ლეგლოკებით ხდება ხოლმე მსგავსი რაღაცეები, თუმცა ყოფილა სხვა შემთხვევებიც. აღშობილ ელეთები. ძალიან კარგი მოქმედებაა ჩვენა ეხლა ლას სამურაის კაპიტანმა, ხო? კაპიტანი ხომ არის? მე მგონი. შესაბამისად, არა. ვერ მოახერხა ბოლომდე ზოგი საღება, მაინც ჩოკის მახჭობელას აღება. ეს იქნება 6 წუთიანი პირველი რაუნდი, დიდი პირველი რაუნდი იქნება და შემდეგ უპირატეს პოზიცია ვისაკეთ ვისაც იქნება. კეიგარდში გადავიდა, უტევს ფეხზე თოჰოლდს ბერუაშვილი. თუმცა პასუხობს ასევე კალანდია, მეორე მხარეს უტრიალეს ფეხს ეხა
თოჰოლდის საპირისპიროდ, უფრო ჰილ-ჰუკის მექანიკა იქნება. რამდენად არის რომელიმე ახლოს? ჯერჯერობით არ არიან. ამიატოვის კიდევაც ორივე პოზიცია და ეხლა შეეცდება კალანდია თავის ზონა გამოიყენოს, გაცდეს გარც. ბერვაშვილი არაერთხელ გვინახავს ჩვენ გრაპლინგის ფიჩში. საკმაოდ დასამახსოვრებელი ჯახებიც ქონია მას და პირველი არ არის ეს მძიმე წონასთან შეჯახება მისთვის, მას უწევს ხოლმე ძირითადად მძიმე წონასთან ჯახი, იმიტომ რომ რამდენიმე ბრძოლის გამოთუშას ცდილობს ხოლმე ერთდროულად. ვიცით რომ გუნდურ დაპირისპირებაში კი ეს ოფლაინს სამკუთხედს ეძებდა ანბარს. ძალიან რთულია ბერვაშვილთან ახლა ესეთი ასე ვთქვათ ბავშვური შამათი ჩაუსვა. ნუ თუ კარგად აკეთებ, მაღალ დონეზე სრულდება იგილეთი. ხო ისევ და ისევ იმ დონებიდან გამომდინარე რაც შენ ახსენე. დავი რამოსმა ლუკას ლებრი დააფინიშა ეგეთი სტილის არბარით. ედისის ფინალში და ახლა ბერვაშვილმა ზურგი აუღო. საკმაოდ კარგ სკრემბლში ბერვაშვილი გამოვიდა გამარჯვებული. ზურგის აღებული აქვს, უკები ჩადებული აქვს. თმაშა უსორა. ბერვაშვილმა კალანდიას ყოველთვის ზრუნავენ ჩვენ მებრძოლები მეტოქის ვიზუალზე. საუცილებელია. აჩეჩილით მებით მეტოქის დავარცხო, ეს ნეკნებზე არც თუ ის სასიამოვნოა, მაგრამ ჯერ ამისგან დათაფული კაცი არ გვინახავს, დამთაფავი კაცი ჩვენ არ გვინახავს. ამისგან კი არა თვალიაშვილმა ანბარზე არ დათაფა, სხვათა შორის თვალიაშვილს ლოკენჩოუკში უნდა ეჭიდავა, ბრავო, ძალიან კარგად შეიცვალა პოზიცია ეხლა და თუ არ ვწდები ერთი ხელი ჩაყოლული აქვს სამკუთხედის პოზიციაში, თუ მოახერხა მარჯვენა ფეხი და კისრის ქვეშ შეიტანა, ეხლა მარჯვენა ფეხი ტერფით შეიტანა კისრის ქვეშ, სამკუთხედის ჩაკეტვა შეუძლია. იმიტომ რომ მარცხენა ხელი აქვს, მარჯვენა ხელი უკაცრავად მეტოქის აქვს ჩატოვებული, მაგრამ ხრის სამკუთხედზე მიდის როგორც ჩანს, არა იდაყვით მიაწვა სახეზე. საითი ხედება. სამგზავროდ იყენებს. ეს რაღაც ჭადრაკის და გოლფის შეგრძნება აქვს ამ მატჩს. მაგრამ ჭადრაკში და გოლფში ეს სახეზე სახეში ფეხს არ გირტყავენ. ეხა ფეხის შემოტანას ცდილობს კალანდია, მაგრამ წარმატებულად დაიცვა ბერვაშვილმა. North South პოზიციაშია, ჩრდილო სამხრეთ პოზიციაშია. ეხლა მოხუთ ეცდება რომ კი ბატონო გაახსნევინოს გრიფი. აწובה ისერზე ბერვაშვილი. ნიომბელი. ამაუნტზე გადადის საკმაოდ მარტივად. დაიღალა კიდეც კალანდია. აი ფეხზე გადავიდა ეხა ჰილ-ჰუკზე შეუტევს და გადასატრიალებელი არ აქვს ადგილი უბრალოდ კალანდიას. მედია ხარ დაზიანდება. არა. ბაობაბის ხესავით ფეხები აქვს კაცს, უბრალოდ ვერ მოერია. ეხა straight footlock-ი. წამიანი შნულს გავცდით, ცოტა ხანში დასრულდება 6 წუთიანი რაუნდი და ეხა უპირატეს პოზიციას დიდი ალბათობით აიღებს ბერვაშვილი. ყოველ შემთხვევაში წამს ბაგიჩოვის ცდილობა, მაგრამ რა თქმა უნდა ძირითად დროში გამარჯვებული არ გამოვლინდა, ახლა დავალოდოთ საჯების განყოფილებას, ვინც მისცემენ უპირატესობას. უპირატესობა მიიღო ნიკა ბერვაშვილმა, რომელიც ახლა ზურგიდან შეუტევს მათე კალანდიას. შეგახსენებთ რომ აი ამ ფორმატში სუპერ ფაიტების და პრემიუმ ფაიტების ფორმატში დიდი მნიშვნელობა არ აქვს რეალურად ამას, ვინ აიღეს პირველ ზურგს, იმიტომ რომ თუნდაც რომ საბმიშენი შეასრულოს, მის მეტოქეს ასევე მიეცება საშუალება რომ თავისი კუთხით და თავისი მხრივ შეუტიოს და თუ უფრო მალე მოახერხა საბმიშენის აღება, უკვე ის გაიმარჯვებს. ხოლო თუ საბმიშენი არ შესრულდა, გრძელდება საბმიშენამდე პოზიციად პოზიციური ბრძოლები, ბატონო. დიახ. ეხლა თუ გამოძვრა ზურგიდან კალანდია, თემო, მაშინ დასრულდება, ასე ვთქვათ, უპირატესობა ბერვაშვილის. კი, ან დრო უნდა დასრულდეს, ან უნდა გამოძვრეს, დიახ. ჭაკეტა. მეორე ხელით კი ბატონო, მეორე ხელით შეიტანა თავის უკან და ალბათ მოახერხებს. კი ბატონო. არა. ფეხი ხელის დატყვევას ცდილობს ნახეთ მარცხენა ფეხით. თუმცა აქვს რა შეკრული და დანებდება. 49 წამი წეს. ჩემი ანგარიში არაოფიციალური დროით 29 წამი გაკეთდა წამი გაჭირდა. ანალოგიური დრო ექნება ეხლა
კალანდიას რომ დაასრულოს. გამარჯვებული დამატებით დროში ზურგიდან მარყუჟით ნიკოლოზ ბერუაშვილი მიულოცოთ მეგობრებო. როგორ ჩასესები არ ვიცით. ეგ არის თემი რა, ეგ არ კითხულობ. გამოგზავნე მემორანდუმებს არ კითხულობ. არა უშავს. არ ვიცი ბევრჯერ შეისწავლა. ბრძოლაში ხო? ნიკა გილოცა პირველ რიგში შეთანხმებრივი გამარჯვება იყო. შენ არ გეშინოდა მისი წონის და როგორც ვიზით ჯიუდიტუში ვამბობთ რომ წონას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შენ დაამარცხე შენზე 34 კილო დიდი მებრძოლი. როგორი შეგრძნება ამის აკეთება? მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა ყველას რომ გვითმობ დროს და მადლობა ორგანიზაციას. რა შეეხება ჩემ ბრძოლას? მე ვიცოდი ჩემი შესაძლებლობები, უბრალოდ მათე სურდა გამოეცადა თავი ჩემთან, მისი გამოწვევა იყო, რასაც დავთანხმდი, მაგრამ მინდა დავამატო ერთი. მე ვარ 60 კილოს მებრძოლი, არა 90-ის და ზედაწონაში არავისთან არაფერი არ მაქვს დასამტკიცებელი, ამიტომ შემდეგ ივენთებზე იმედია ჩემ წონაშიც ერთხელ მაინც გავმართავ ბრძოლას. მადლობა თქვენ. ყავს თუ არა კონკრეტული სახელი თავში ვის წინააღმდეგაც გინდა ბრძოლა? მე არავის გამოწვევას არ ვაპირებ, მე აქ ვარ და მინდა რომ კიდევ ვიმეორებ. ჩემ წონაშიც გამოვცადო ჩემი თავი, იმიტომ რომ დიდი ხანია ამ წონაში არ მიჭიდავი. ნიკა ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად არის. მილოცოთ მეგობრებო, ნიკა ბერუაშვილი გამარჯვება. ნიკა ბერუაშვილმა თავისე 34 კილოთი უფრო მძიმე ოპონენტი დაამარცხა დამატებით დროში. ეხლა გადავალთ გუნდურ ეტაპზე. მეგობრებო, როგორც ისიც შემდეგი უნდა იყოს ლეგიონ BJJ და ლოკენჩოუკის დაპირისპირება. თუმცა სანამ გადავალთ ამ ბრძოლაზე ერთი რამე უნდა გითხრათ. ლოკენჩოუკის გუნდის წევრს არსენ მელკუმოს დღეს გავიგეთ რომ აქვს ტრავმა და ვერ იქნება. იქნებიან 4-5 წინააღმდეგ და გუნდების შეთანხმებით და ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ლოკენჩოუკის ერთ-ერთ მონაწილეს ალექსეი ზიმიშევს ექნება ოკის სიცოცხლე. თუ ის დასაბმით ამ შემთხვევაში, მას შეიძლება რომ ახლიდან გამოვიდეს. კარგი, გადავიდეთ გუნდების გამოცხადებაზე. ლოკენჩოუკიდან ყავისფერი კამარი, ოგანეს ხოცანიანი. დაში მეგობრებო, ოგანეს მიოსალმო. ლურჯი კამარი კვენტინ ბილდეტი. ასალა ლურჯი კამარი ორ სიცოცხლიანი კაცი ალექსეი ზიმიჩევი. თითქმის კატა ოღონდ ორი სიცოცხლე. 9-ზე მეტი იქნებოდა. 20%-ია კატის. და გუნდის კაპიტანი ყავისფერი კამარი ნიკოლაი სტარადუმცევი. ძალიან საშიში კაცი. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ რომ ლოკენჩოუკში ყველაზე საშიში ადამიანი და ყველაზე მძიმე 106 კილოა ეს კაცი. ამ კაცს იცნობ ყველა. მე იცით რომ ამჯერად ანგაჟირებული ვარ და ვინაიდან მეც ლეგიონერი ვარ, მე უნდა გავაცხადო ჩემი გუნდი. მაშასე არშილ ჟღენტი! აჩო ჟღენტი იღწვის MMA-ის მებრძოლობისკენ, თუმცა გზად ლურჯი კამარი! არშილ ჟღენტი მეგობრებო! გრასოფერი იგი. კაცი პლასკა გუბცი! ბეკა ერაძე! ბეკა და სპაიდერ ერაძე! ბეკა არის გამოცდილი Brown belt-ი და ასევე MMA მებრძოლი. თქვენ ეს კაცი უკვე ყავთ ნახი, Bryson Wesley. Bryson Wesley ვიხილეთ უკვე გამას ატარზე. კანზასელი Brown Bryson. belt-ი გახდა არც თუ ისე დიდი ხნის კი წინ. იასამის ვერ კამარა. ბრაისონი ბევრად შავი კამარი. იდრის! დუაბალაჟის უმარավ! და გუნდის კაპიტანი იასამნისფერი კამარი
კოჩო დეჟიაშვილი. რომელი მორაგბე ახლა უკვე გრეპლერი და შიო პერფორმენსში შეგიძლიათ ამ კაცთან მიხვიდეთ და ქვისგან გამოძერწილს დაგამსგავსეთ. Strength performance coach-ი გუნდებს ხო რომ ერთმანეთს დაუპირისპირდეთ, ფაისოვი ახლოს მოვიდეს საჭთან. ფეისოფები ორეალ 4-4-ზე აგიხსნათ ახსნა რეალ უკაყვარაცხელია. ახლა კაპიტნებს შემთან ნიკოლაი აჩილ რომ მოხვიდეთ. გავარკვიოთ ვინ დაიწყებს დაპირისპირებას. არჩილ შენ იქნები საფასური. ნიკოლაი თქვენ გერბი. ნიკოლაი არის გამარჯვებული, პირველი ლეგიონი გვეტყვის ვის გამოიყვანს საბრძოლველად. ლეგიონი გამოიყვანს გუნდის ერთ-ერთ ლიდერ ყავისფერ კამარ ბეკა ერაძეს და მას დაუპირისპირდება გუნდის კაპიტანი ნიკოლაი სტარადუბცევი მეგობრებო. ნიკოლაი სტარადუბცევი უკაცრავად ბეკა ერაძის წინააღმდეგ ერაძე გამოსtildeე ემეს მებრძოლია ნიკოლაი ნახეთ სულ პირველ გამაგრეპლენგის ივენტზე. საკმაოდ დაძაბული მატჩები აქვს მას დაჭიდაობები ჩვენ სტარტაპზე. კი. წონაში ძალიან დიდია სხვაობა. კი, სხვაობა, მაგრამ თუ ვინმესთვის არ აქვს მნიშვნელობა, ბეკასთვის არ იქნება წონას მნიშვნელობა. მაგრამ საკმაოდ დიდი რა მოხდა აქ თვალიაშვილი ნახეთ ჩვენ წინა გრეპლინგის ივენტზე ის ეჭიდავა გიორგის რაც და ბეკა ეხა საკმაოდ მარტივად ამბაზე არ დათაფადა დაიტრაუმა და აქ ვეღარ გებს მონაწილეობა შემდეგ ვისთაც ჩაანაცვლა ლოკენჩოვმა. ეხა დირექტორს დაიჭირა და შეიძლება მოუწიოს დანებება ნიკოლაის, თუმცა შემოუარა ბეკამ. გილოტინა არის საფრენი ერაძისთვის და სულ ვიძახე ემეს მებრძოლები გრეპლინგში არიან ძალიან უხიშები, ძალიან შეუპოვრები და ეს ერთი სიამონებაა მათი ყურება ხედავთ ხა სტაროდუცევს მართლა ძალიან დიდი აქვს უპირატესობა. წონაში დიდი სხვაობა არის დაახლოებით ალბათ 40 კილო თითქმის. თუმცა ბეკან საკმაოდ წარმატებულად მართავს ხა ამ ბრძოლას. გასულ წელს მას ტრავმა ჰქონდა, ფეხის მოიშუშა, დაუბრუნდა MMA-ს. აქტიურად ვარჯიშობს გრეპლინგშიც რა თქმა უნდა. ხო, და შემდეგ ვისაც უნდა ჩაენაცვლებინა თვალიაშვილი ის ადამიანი შეუძლოდ შეიქნა დღეს, ტრავმა აღმოჩნდა დღეს. ხა თავი უნდა აწიოს ბეკამ. კიმურაზე სტილობს შეუტიოს ნიკოლაი. კუთხეს აძროს ხა ნიკოლაი, რაც არ არის ბეკამ. ამ ორ მებრძოლს შორის სხვაობა 34 კილოგრამი კვლავ მეგობრებო. ბეჭებზე უნდა გააფრთხილოს. დადგეს ბეკა, გამოვიდეს. პოზიციურად ერაძე იგებს პირწმინდა დამბრძოლას პირველი 2 წუთი ყოველ შემთხვევაში ნახოთ. ანდერჰუკი ჭირდება ეხა ბეკას. ანდერჰუკი უნდა აიღოს ბეკამ ეხლა არ აწყობს ეს სიტუაცია. სამ დიდი ზეწოლა აქვს საკმაოდ ზევიდან და ნიკოლაი მაინც ვერ ახერხებს რომ რაიმე შექმნას ქვევიდან. კი ერაძე მოსტრიაზე ძალიან ძლიერია ფიზიკურად, გარდა ამისა ტექნიკას თავის ასშვება რა თქმა უნდა. ტოპ კონტროლის დროს. ფეხის ამოღებას ცდილობს, მარჯვენა ფეხის ამოღებას ცდილობს ერაძე, მიახმარა ეხლა მარცხენა ფეხი შეიტანა იმისთვის რომ მეტოქის მარჯვენა ფეხი ცოტა განაცალკევოს მარცხენისგან და შეიქმნას სივრცე და გადავა სავარაუდოდ საიდ კონტროლში, თუმცა აქედან ზურგის აღების საფრთხე ხომ არ არის თემა, როდესაც საიდ კონტროლში გადავა, იმიტომ რომ ანდერჰუკი არის და არის შანსი აი ზუსტად რომ წამოუდგეს. თუმცა ფეხი ჩაითრია. საფასუხო შეიძლება შეუტიოს ბეკამ თვითონ. ფეხებზე არ უნდა იჭიდაოს სავარაუდოდ ეხა ერაძემ, იმიტომ რომ ზედა პოზიციაზე ჭიდაობაში ზოგადად კარგი უპირატესობა აქვს და აი აქ უკვე მისი მეტოქის წისქვილზე ასხავს წყალს. დანებდა.
იტკინა თუ დანებდა. არა, დანებდა. ეკავ ეკრანზე არ გამოჩნდა და აი შეარუყურებდი ბრავო ბექაერაძემ გააგდო. ყველა ის ტალღუცევი გამას. თოჯი გაიმარჯვა ბექაერაძე. სამი მებრძოლი მათ შორის ორ სიტყვას კაპიტანი რომელიც მასზე 34 კილოდი უფრო მძიმე იყო. ახლა ნახავთ ვის გამოიყვანს ნიკოლაი შემდეგს. არ ჩანდა კაცი, კარგად. თუმცა აკროზე ვარ ხემოდა მე. შემდეგია კვენტინ ვილტეტი ლურჯი კამარი. უპასუხა to hold it straight for blocks და ნიკოლაის მოუწია დანებება. კვენტინ ვილტეტი ლურჯი კამარი გამოვიდა ახლა ლოქენჩოვკის ხვიდან. კვენტინი ლურჯი კამარია, მაგრამ ძალიან დიდი ხანია ვარჯიშობს როგორც მარადო წვანე ლურჯი კამარია? ხო. საშუალო ADC-ის ფინალში იყო ნიკო ვასაძე შეხვდა ნიკო ჩვენთან ვარჯიშობს და ნიკო გაიმარჯვა, მაგრამ სანამ ფინალში ავიდა და საკმაოდ რთული გზა გაიარა კვენტინმა და კაი გამარჯვებები მოიპოვა მაგამდე. მაგრამ ბექა ჩემი აზრით მაინც სხვა დონეზე არის, მაგრამ აქ არის რა თქმა უნდა ფაქტორი ის, რომ რთული ბრძოლა ჰქონდა ბეკას. თავისი 150% უფრო მძიმე ოპონენტი დაამარცხა არც თუ ისე დიდი ხნის წინ. ერთი წუთის წინ და უკვე მეორე მატჩი დაიწყო მან. ეხლა თუ მეორე ოპონენტთან უბრალოდ არ დასაბლიკდება თქონდა ფეხში, მაგრამ კარგად დაიცვა კვენტინმა თავი. არ გონია ერაძის ლექსიკონში უბრალოდ დროის გაწურინება ესეთი სიტყვები იყოს. თემო. გამარჯვებისთვის არის მოსული ყველა მატჩი აბსოლუტურად. სპარინგის დროსაც. კი, ანუ აუცილებლად და ძალიან საშიში არის ნებისმიერ მომენტში შეუძლია რომ რაიმე აიღოს და დაასრულოს ზოლა. თან ეხლა ძალიან დაღლილად არ გამოიყურება, რა თქმა უნდა, ეხლა არის რთულია, როდესაც არ გეძლევა შანსი რომ დაისვენო. ეხლა ტურნირებზე რეალურად შანსი გეძლევა ყოველთვის რომ დაისვენო. აქ ასე ვთქვათ ავარდნილი გულისცემით გიწევს გაგრძელება ბრძოლის. უკვე ახალ ოპონენტთან და დასვენებულ ოპონენტთან. კი ბატონო, ერაძისთვის გილიოტინა ფაქტორად საფირმო ილეთად ჩამოყალიბდა. აქვს მას MMA-ში არაერთხელ შესრულებული. საფეხში შევიდა ახლა ბექა. მაგრამ კარგად დაიცვა თავი ვილტეტმა. კი, კარგად დაიცვა, შორიდან შევიდა. ისეს უნდა გაუფრთხილდეს ახლა. ფეროვიანს ხომ არ უმზადებს და ყველას მუხლი თავში გაატარა. არ ვიცი რა თუ აქვს არსენალში შესაძლო არის რომ გაუმზადოს, მაგრამ ბეკაც მაქედან ძალიან საშიში არის და ანუ ზოგადად ფრონტელოგიდან როდესაც უტევს და შესაბამისად დაცვაც არ აქვს ცუდი ნამდვილად. ნახა turtle კუს პოზიციაშია გარკვეულწილად ბექაერაძე. turtle guard-დან იცავს თავს. უდატი ცდილობს რომ ამნაირად კისრის იზოლირება გააკეთოს. ვერ გადაატრიალა გვერდზე 3 წუთი თითქმის ნახევარი გავიდა უკვე ძირითადი დროის. ხელი უნდა მოიშოროს. კუთხე მიიყვანა ეხა გალიასთან საკმაოდ საშიში უტეტმა. შეიძლება რომ შეახტეს. ძალიან დიდხანს ხომ არ დატოვა ყურადღებოდ კი სერბექი. არა მგონია რომ ანუ ეხლა ესე ადულად დასამიტეს ბექა. ხელებს კარგად უკონტროლებს, თუმცა ამასობაში კვენტინი იგებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ყველა მებრძოლს ექნება შანსი მიიღოს მონაწილეობა ეხლა ჭიდაობაში, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო მოჭიდავეები, გრეპლერები არიან ორივე მხარეს და ყველას პერფორმანსი მინდა რომ ნახოთ. და ვნახოთ. ეხლა გაუჭირდება კვენტის ამ ილეთის დასრულება, ხელს გაადაატარებს ბექა. და მიაწვეს კისერზე ბატონო და ამოიტანა თავი ერაძემ. ოპა მაგ პოზიციებს ძალიან ბევრი დრო აქვს გატარებული და ძალიან სუფთად უნდა შეუსრულო, რომ სხვა გზა არ დაუტოვო პრაქტიკულად ისეთ მებრძოლს როგორც არის ბექა ერაძე. ადვილი ლუკმა
ის არავის არ იქნება, როგორც პირველ წელში დაამტკიცა. მიაწვა ეხლა უბეთ და წამოდგა. შენ თქვის არ იყოს რაღაც დონეზე არ მინდა ბექამ დასამიტეს, იმიტომ რომ ძველძოლებიც მინდა. არა მაინტერესებს აჩო ჟღენტი. როგორ პერფორმანსი ექნება. ზიტო თან ამ მათი ზომის ოპონენტები არიან დარჩენილები ხა თავარი ძიმეწონოსანი ვინც იყო გააგდორაძე. გამოთიშა. გააგდო ხეში სიტყვა ვიფიქრე, მაგრამ გამახსენდა რომ წინა იმენზე ხელი ამოუგდეს თვალიაშოს და სიუხეში მოსულა ჩვენთან. ნუ ეგ მარტო სიუხეშის თემა არ იყო რეალურად. აი აგერ ხედავ კადრში თვალიაშოს. თვითონ გაწირა თავის ხელი, ნუ მას გადაწყვეტილება იყო, რაც ერთის მხრივ პატივსაცემია, მაგრამ მეორეს მხრივ რა ვიცი. მეორეს მხრივ ძალიან სასიამოვნო იქნებოდა მისი ნახვა დღეს აქ დატანს. კი, აი ეგ არის რა, გუნდსაც გამოვადგებოდა დღეს ნამდვილად და შესაძლო არის უფრო საინტერესო რაღაცებს გვეხლა. 30 წამი ძირითადი დროის დასრულებამდე. აკა, მიშელობა ეგ არის უკან ნახეს და შევიდა პირდაპირ. საინტერესო არის მიცემენ რაღაც დონეზე შეტევები კვენტინს უფრო ქონდა ვილტეც ხო, სამშენებლო შეტევები. ძირითად დროში გამარჯვებული არ გამოვლინდა. ახლა დავაოდოთ საჯებს არ გაიაწყვეტენ ვის მისცემენ დომინანტურ პოზიციას. დომინანტურ პოზიციას მიიღებს კვენტინ ვილტეტი და დაიწყებს ზურგიდან. სწორად გამოიცანეთ ემო შენ, სწორად ივარაუდე. გავამხნევოთ ბეკაერაძე მეორე მათივთვის უკვე. პროტესტ პოზიცია და არა პოზიციურმა კონტროლმა. ძირითად გამაში ეგრე ხდება ხოლმე ეგ არის კრიტერიუმი. საბმიშენოვანი ტურნირი ვართ. ასე რომ ფინიშები არის ჩვენთან ერთადერთი გზა. და წოთნახევარი აქვს ეხა ვილტეც რო დაასრულოს ეს ბრძოლა, ბექამ უნდა დაიცვას თავი. უნდა წამოდგეს ფეხზე, ბექამ უხლებზე მაინც, მაგრამ ხა მაუნტის თუ დათმო, რეალურად უკვე გამოსულა ჩაითვლება. ხელი სამკუთხედზე უტევს, მაგრამ დაიცვა ბექამ თავი. ისევ ცდილობს ხელის იზოლირებას და დაუწყდა ბეკაერაძე კვენტინის ზურგს და ორივე მემბერი დატოვებს გამასპირს. კაპიტანი გვეტყვის ვინ გამოვა შემდეგი პირზე? ვინ იქნება შემდეგ? სავარაუდოდ ბრაისონი გავა. ბრაისონია ყველაზე გახტილი. ლეგიონის არა, აჩო. ხო გვითხრას ვინ არის აჩოს შემდეგი? ხენტი. ძალიან საინტერესო ბიჭი, საინტერესო გრეპლერი, სანახაობრივი, სწრაფი, ფეთქებადი. მისი მეტოქეც ასევე შემდეგი იქნება არჩილ ჟღენტი, მეგობრებო. რომელსაც დაუპირისპირდება ალექსეი ზიმიჩევი. ზიმიჩევს ძალიან დიდი მის მეჩი არის, მე გეტყვით რა, ანუ პირდაპირ მოგახსენეთ, რომ აი აჩის დაუვაროს ეს დაიგდით. აჩოს აი. ან 0 აქ, ან 100 სიჩქარე რა, ან ძინავს, ან 100-ით მეტის. ეს ვეჭირავე და ეგრე არის ზუსტად. ეხაც face-off-ი, პატარა face-off-ი გამოაცხო რომ. და ასრულებს ამ ბრძოლას სავარაუდოდ ძალიან მალე. ზიმიჩევს შეუძლია რომ ორჯერ იჭიდაოს, შეგახსენებთ რომ დაფინიშდეს, და შეუძლია დარჩეს. და რა მოხდება საინტერესო ამ შემთხვევაში, ათს შეჭიდაო და მეორე ნუ გამოუძრა ეხა მშვენივრად. არა, ზიმიჩევი არის ადამიანი, რომელიც აი ახალი წლის ივენთზე თემო თუ გახსოვს, თოვლის ბაბუას ფორმით იყო მოსული, ფორმით რა სუტრით. ეს გაჭიმას აპირებს. აჩო კლიმენტ კლუბშიც ვარჯიშობდა ერთი პერიოდი ალიკანტეში. დაასაბაო ეს ბაისეპს სლაისერი ბაისეპს სლაისერი. აჩო ჟღენტი. The grasshopper in the house. საჭთან თუ შეიძლება. ამ ზონაში 48 წამში გამარჯვებული არჩილ ჟღენტი არმარიდა. 48 წამში. ახლა ლოგენჩოუკ შეუძლია გამოიყვანოს და დიახ გამოდის ოგანეს ხოცანიანი ყავისფერი კამარი მეგობრებო.
ეგ ლოგანეს გამოცხადების შეგახსენებთ ალექსეის ისევ შეუძლია ერთხელ გამოსვლა. ხო, ვინჩოვი დაიშონა ცოტას და მე გამოვა. ხო, ჭკვიანურია, ზედზე დაიჭირაო ორი. ცუდი განწყობილება იქნება რომ დაეტოვებინათ. ხო, ეხა კამრების ფერში არის განსხვავება აქ. იასამნისფერია, ხო? ყავისფერი არის და ACB-ს არა. მეტოქე კი. აჩი ჯერჯერობით ლურჯი კამარია, მაგრამ მალე იასამნისფერი იქნება. არ უთხრათ, არა ჩვენთ ესეთი არის. კი, არ უთხრათ. ნუ უწევს, მალე მოუწევს. თუ მოიგებს ხოცანიანი ყავისფერი კამარია და თან უბრალოდ ყავისფერი არ არის. ACB-ს ვერცხლის მედალოსანია წელს ყავისფერ კამრებში. სოფლიო ჩემპიონატი, ACB-ს სოფლიო ჩემპიონატის, რომელიც რუსეთში ტარდება, მაგრამ საკმაოდ მაღალი დონე არის. შიდა პოზიციონში შეინარჩუნოს ტაჩი. ჩაკეტილი აქვს სამკუთხედი, ეხა მეტოქის ფეხზე აჩოს. ფეხს გაჭიმოს დილობს ჰუკით. დათაფა ეგრევე. დათაფა. ხოცანიანი გამარჯვებული დამარცხდა აჩო, თუმცა მანაც შეძლო. ჰილ-ჰუკი გამარჯვების მოპოვება. იმედი არ ითქინა რა. ამ დუელში გამარჯვებულია ოგარესი ჰილ-ჰუკი. არტილ ბეჟიასუს ოკიტანუ ვინგა მოდის შემდეგი ლეგიონიდან. რა უნდა არა, ეგ სიგიჟია, აბსოლუტური სიგიჟია. და ძელი არის MMA-შიც აქვს იმედები. MMA-ში საქმეები არა, მე აჩოს UFC-ში ლეგიონიდან ნიდრისო მალაუდი წაყვანა UFC-ში. ძალიან შორეულ პერსპექტივა ჩანს ეხა, მაგრამ როცა მოხდება ამ დღეს გაგახსენე. შავი კამარი, ყავისფერი კამარის წინააღმდეგ. კილერი შემოიყვანა ლეგიონმა. იდრისი ძალიან სერიოზული პერზოლი არის. წელს UFC-ს ოქრო მოიგო, რაც საკმაოდ მაღალი დონე არის. რა კარგი ჭიდაობა. ძალიან სერიოზული ფასინგი აქვს, აი ნახოთ ახლა რას დაუპირისპირებს ხოცანიანი როგორც ხედავთ ლეგლოკერი არის, მაგრამ იდრისი მარტივად ამასად გაცდა და იღებს ზურგს ხელის დატყვევებასაც ახერხებდა თითქოს, მაგრამ გამოაძვირილა მარცხენა ხელი ხოცანიანი. ახლა დაასრულებს ან მალე იდრისი ყველაფერს. სამკუთხედი ჩაკეტილი აქვს. ეს კაცი არის ცხელიდანა კარაქის წინააღმდეგ. გარც გაცდა, შემდეგ საკმაოდ სწრაფად მოახერხა ზურგის აღება, კისრის აღება. თუმცა საინტერესოა საერთოდ შეძლებს თუ არა ხოცანიანი ამ ზურგის კონტროლიდან გამოსვლას. ესეთ დონის ადამიანთან როცა გაქვს საქმე, ძალიან მაღალი დონის მებრძოლებს ნახულობთ ყოველ კვირას, ყოველ შაბათს, მაგრამ ყოველ კვირა თითქმის გამაგრეპლინგზე და ყოველთვე. ეხლა მოგვიწია ისე რომ საბედნიეროდ ორი ივენთი ქონდა Z გრეპლინგის, გას უკვირას ვიხილეთ აბსოლუტური სინემა Black Eagle-სა და კოზანოსტრას შორის კაპიტნების დაპირისპირებაც იყო. სრული სიგიჟე, ხვალ კვირას დაიდება და ეხლა თქვენ ამას თუ ლაივში უსმენთ, ხვალ კვირას დაიდება 22 თებერვალს დაიდება ის ჩანაწერი და აუცილებლად გირჩევთ რომ ნახოთ. ლეგიონის ყოფილი მეტოქე კოზანოსტრასი და Black Eagle-ის რუსთავის ამიკო სიმონიშვილის გუნდის დაპირისპირება. თუმცა გამაევსი ტივიზე შეგიძლიათ ნახოთ. გაწყნარად ოდიში გიორგი გაწყნარად აკონტროლებს იდრისი და ეძებს კისერს, არ ჩქარობს, იმიტომ რომ დრო ბევრი აქვს და რეალურად დაცვის კუთხით გარდა გადარჩენისა ვერაფერს ვერ უპირისპირებს ხოცანიანი, ანუ ვერ ახერხებს რომ გამოვიდეს, ბუნებრივია კარგად იცავს კისერს ჯერჯერობით, რადგან კიდევ აქ არის და ეგეც დიდი მიღწევაა, თუმცა გამოსვლით ვერ ახერხებს, გამოსვლას, ფეხების გახსნას, მოძრაობას, სრულად გათიშული ყავს, ესე ვთქვათ, მაკუთხით ომაროვს ხოცანიანი.
ზედა საკმაოდ საინტერესოა ეს, იმიტომ რომ თუ უპირატესობაც ზურგისა იყო, ხო, ზურგს აიღებს სავარაუდოდ. ომარავი როდესაც დამატებით დროს გავსებთ, რომელიც ნახევარიც გავიდა, მაგ შემთხვევაშიც აი ეს პოზიცია იქნება და ესე შეეკინება ხოცანიანი რეანეკით ჩოუქს, ესე დაიცავს ხოცანიანი რეანეკით ჩოუქს და საკმაოდ კარგად გამოსდის ჯერჯერობით ეს. კი, კისრის ქვეშ არ უშვებს და დამერწმუნეთ არ არის არ დადული რომ გადარჩე. კარგი ფინიშერია ზურგიდან ომაროვი. გადაატრია მეორე მხარეს, გადაიყვანა. ეხლა აი აქვს შანსი ხოცანიანს რომ გამოვიდეს, უწევს ომაროვს ცვლილების გაკეთება მაუნტში გადასვლაზე ცდილობს ხა ეგრეთ წოდებული 3/4 მაუნტი აქვს 3/4 მაუნტი. ხა შეიყვანა სინგლ ექსპოზიციაში. ხოცანიანმა აიღო ფეხი საკმაოდ ღრმად არის. ღრმად აქვს აღებული და ჰიგზე წავა სავარაუდოდ. ჰიგზე წავა დაატრიალა ომაროვი და შეიძლება დაასამბითოს კიდე არა გამოძღვა. კარგად დაიცვა ხა ომაროვმა. აი ხელი ჩატოვა კარგად ომაროვმა. სავარაუდოდ გაახსნევნებს ფეხებს. გარდში. ხოცანიანის დახურულ გარდშია ეხა ომაროვი. ომაროვისთვის აქ ეხა ორივე თუ გავარდა, იქნება ძალიან კარგი. თუ ნახევარი დარჩა ოგანის მე გეტყვი. დარჩება კიდევ ერთი მებრძოლი ასე ვთქვათ. ხომ ერთ-ერთი შანსი არის აქ გამარჯვება ლოკინ ჩოუქისთვის. საკმაოდ დაღლილი ჩანს ომაროვი. თუ არა, ხო არ მეშლება თემა. საკმაოდ რა. არა, ნუ რა თქმა უნდა ხსნილდავს, მაგრამ ხო, ნუ რეალურად ალბათ ხა უფრო ხურდება ვიდრე. მაგრამ ძალიან კარგად მიყავს ბრძოლა. ასევე ხოცანიანს სერიოზული მოჭიდავი არის. კი. კარგი ბიჭია ნამდვილად ფეხების გაცდენა უკვე უჭირს ახლა ომაროვს ნახოთ. გარდფესი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი სანახაობა ომაროვის შემთხვევაში და ნახე როგორ ჩაუტოვა ფეხი ახლა. ხოცანიანმა დაიცვა თავი საკმაოდ კარგად მარცხენა ფეხით. ხოცანიანს დაიღალა საკმაოდ. ნათი წამ და ომაროვი მიიღებს უპირატეს პოზიციას. ძირითად დროში გამარჯვებული არ ყავს და დავავალოთ საჯებს ვის მისცემენ გადაწყვეტილებას. საჯების აზრით პირველ ეპიზოდში უკეთესი იყო იდრის ომაროვი და დაიწყებს ზურგიდან ახლა შეტევას. ზურგს იღებს ომაროვი, როგორც ვივარაუდეთ, იქიდან გამომდინარე ოპერატესობა ჰქონდა მას ძირითად დროში და აბა წავედით. ხო, ნახოთ თუ დააფინიშებს ომაროვი. ეს ნანახი გვაქვს ძირითად დროშიც. არა, ნახოთ არ ვიძახი ეს, რასაც ხედავთ ხა ეკრანზე. ეს პოზიცია. თუმცა უფრო დიდი ხანი გადარჩა პირველად ხოცანიანი. ვიდრე დამატებითი დროა, ხო? წუთ ნახევარზე მეტ ხანს ჰქონდა ზურგი აღებული, კი, მართალია. და მადლობა ღმერთს რომ იმ ჰილჰუკმა არ გადააწონინა ერთმა ჰილჰუკმა ამ ხელა შეტევები ზურგიდან. შეტანა ცდილობს ახლა ხელის ნიკაპს ქვეშ შეტანა ცდილობს, მაგრამ კარგად იცავს თავს ხოცანიანი 40 წამი. ძირითადი დროის გასწავლა დამატებით დროის დასრულებამდე. შეგახსენეთ რომ ჩვენ ლეო ბუაჩიძის და დავით სტოუნერ ბადურაშვილის დაპირისპირებაც გველოდება ამის შემდეგ რა ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, გუნდური ეტაპის დასრულების შემდეგ. მუშტი კრივის მებრძოლი და ასევე სავარაუდოდ მომავალში MMA-ის მებრძოლი ბადურაშვილი, გრეპლერი
ლეო ბუაჩიძის წინააღმდეგ. ფურცაზე მაგარი მის მეჩია, მაგრამ ბადურას დადგმული შეუველი გახსოვს მის მეჩებში. დასრულდა შეხვედრა, სადაც გამარჯვებული არ გყავს. ამ ძალიან მაღალი დონის შეხვედრაში ორივე მებრძოლი ტოვებს გამასპიც. გავაცილოთ მებრძოლები ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ახლა ლოგენ ჯოუს დაჭერილი ყავს ერთადერთი კაცი უკვე თქვენთვის ცნობილი ალექსეი ზივიჩევი. გავიგოთ ვის შეხვდება მას ლეგიონიდან, ბრაისონ უესტლი თუ არჩილ ბეჟიაშვილი. არჩილ ჟღენტი. ალექსეის დაუპირისპირდება ბრაისონ უესლი. ბრაისონსაც ნახავთ. კანზასელი. მაგარი ადამიანი ერთადერთი ნაკლი აქვს რომ კანზას სიტი ჩიფსის შემადგენლია და Bills Mafia for life. არ პატია. არასოდეს. წავედით. სნეპდაუნით ეს ზოგადად ჭიდაობაში და ამერიკულ ჭიდაობაში ფოლკ ჭიდაობას ხო ჭიდაობდა ბრაისონი ამერიკაში? კი, მაღალ დონის მოჭიდავია საკმაოდ. ხსოვ, ეს ფართოდ გამოყენებული ილეთი ასნეპდაუნი. უარმარს გადავიდა შეუტია ისევ. ისევ ქავს სლაისერ. ნუ ბაიცეპს სლაისერით რომ დაასრულოს არა ხელს უჭიმავს და ნახოთ თუ დაასრულა ჯერჯერობით პოზიციურად კარგად იბრძვის მეტოქე. ანუ გულს აჩვენებს ახლა სიმჩევი. მაგრამ ბრაისონი ახლა ფეხს უტევს და აქ სავარაუდოდ ჰილჰუკით დასრულდება ყველაფერი. ეგ არის გამარჯვებული ლეგიონი. აუჩი გუნდი. დასრულდა ეს შეხვედრა, სადაც გამარჯვებულია ბრაისონ უესლი ჰილჰუკით და ახლა გუნდებს ხოპიძე გადმოვიდა. ბრაისონს და ლეგიონს სულ ოცავთ გამარჯვებას. შენც კი ოცავთ ემო, როგორც ლეგიონის სულის ჩამდგმელს. საბოლოო ჯამში ბექამი თამაშა ძალიან დიდი როლი, ბუნებრივია ყველამ თავის როლი შეასრულა უმაღლეს დონეზე, მაგრამ ბექამ მართლაც დიდი როლი ითამაშა. ძალიან კარგად დაიწყო ბექამ ტურნირი. გამოდიშა კაპიტანი 106 კილოიანი მასზე 30 კილო თუ გუნდურ დაპირისპირებაში პირველ გამარჯვება მოიპოვა ლეგიონ BJJ მიულოცოთ გამარჯვება. ლეგიონ BJJ გამარჯვებული. სანამ გადავალ ინტერვიუზე ერთი შეთავაზება მინდა გავაკეთო. უკვე თანხმობა მიღებული გვაქვს ინტერვიუს შემდეგ სუპერ ფაითი აქვე და ერთმანეთს დაუპირისპირდებიან არჩილ ბეჟიაშვილი და ნიკოლაი სტაროდუბცევი მეგობრებო. მიყვარს გამა. საგიჟეთია. რა წესები? ეხლა ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ნიკოლაი და აჩი. დავდავოთ პიტი ყველა. წესების თავზეც გავიარე. სუპერმარკეტში დაგვიმატეთ. აბა რა? წეგა ბეჟებს. მოთხოვს ამერიკულ საერთოდ შემოვიდა და კაპიტნების ჯახს ვიხილავთ როგორც ჩანს. ეგეთ რაღაცას პირველად ხედავთ ვინმე. იმედია მაესტრომ გადაამაგრა კარგად ნაფითი. საერთოდ არ იყო ეს მინდა შეგახსენოთ რომ ეს ბრძოლა დაგეგმილი არ იყო საერთოდ უბრალოდ შეთანხმდნენ კაპიტნები რომ დაეჯახებოდნენ ერთმანეთს და ვუალა ხო ეს რატო ხდება იცით ემო იმიტომ რომ ორივეს კონდა შეგზდება რომ რაღაც დაგვაკლეს იქნა გამომდინარე რომ ვერ იყოს სრული შემადგენლობით ლოკენჩოუკი და კაპიტანს კიდე უნდა რევანში რა თქმა უნდა ლოკენჩოუკის კაპიტანს გულისხმობ სრული შემადგენლობით ვერ იყო მაგრამ საკმაოდ მაღალი ოსტრეიტან და ბევრად რო ძლიერი გუნდი ყავდათ ამჯერად ვიდრე წინა ჯერს
სტარდუსებზე გესაუბრეთ, აჩოზე რაჩოგუძე გითხრათ არის ის რომ მორაგბე არის ყოფილი, დაახლოებით 20 წელიდან ვარჯიშობს, 2019-20 წელიდან ვარჯიშობს გრეპლინგში, ლეგიონში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და მის გახლავთ წვრთნელი ასევე შიო პერფორმანსში, მის მებრძოლებს გრეპლერებს მოჭიდავებს თუ იმეს გსურთ რომ აიმაღლოთ თქვენი ფიზიკური ძალა, დონე, ფორმა, ზაფხულისთვის ფორმაში შეხვიდეთ, აჩოს მიაკითხეთ აუცილებლად. დაგიხმარებთ. უთხარით რომ გიორგი და ბუჩომ გამოგზავნა უთხარით. პრომოკოდი ბუჩო გამოიყენეთ აჩოსთან. ეხა თელთავის წონას ცდილობს ვატარებინოს ხბაზე. სტარდუცევი აჩოს ბეჯიაშვილს, მაგრამ არ გამოვიდა რა. ჩაიმხვა ისევ. ეხლა რეალურად ჭირდება ხელების იზოლირება აჩოს და სტარდუცევს ჭირდება რომ ბუნებრივია გახსნას ფეხები, ანუ ეს ჩახუტებით გაუჭირდება. სან პაულო პასტუ არ გააკეთებს რამის გავს. ეხა ცოტა წონასწორობა დარღვეული აქვს სტარდუცევს, თუმცა ნუ რთული არის მაგ სუიფების გაკეთება close guard-დან რაღაც დონეზე უნდა გახსნა გარდი. აჩო straight arm-ბარს უმიზნებს კიდევ კონდა. ან straight arm-ბარის აკეთებს აქვს კაი შანსი რომ თუ აიღო თავისთვის დასრულე პოზიცია კარგად შეუტიოს. მაგრამ ეხლა აღარ აქვს პოზიცია. ეს სუპერფაიტის წესებით იქნება სავარაუდოდ, იმიტომ რომ ხო ნუ ეხა ამ წამს ჩაინიშნა ეს დაპირისპირება. სუპერფაიტია უგითხრა ლუკამ, ჯიცერმა ლუკამ. ასევე არ დაგაუწყდეთ სანამ ცოტა სიჩუმე გვაქვს რომ გამა გრეპლინგის YouTube არხი დააფოლოვოთ, იმიტომ რომ თავის თამამად შემიძლია გითხრათ გამასაუკეთესო კონტენტი გაკეთდება გრეპლინგში და ისიც გრეპლინგის YouTube არხზე და ლუკა ჯიცერმა სამწუხაროზე უტევს ეხლა აჩო. ეს საკმაოდ დიდი ტერიტორიის დაფარვა მოუწევს აჩოს. ტერიტორიის დაფარვა ხელზე უნდა შეუტიოს ეხლა აჩომ. აჩოს ფეხების სიგრძე აი რიკავერი აქვს. აბა straight arm-ბარზე ხელზე straight arm-ბარზე უტევს ეხლა. ამაღლება სტილოს სტარდუცევი. გამოვიდეს. აქვს ეხლა შანსი შეტევის. გადაყეს, მაგრამ ვერ მოახერხა ეხლა. სალოჯამში სტარდუცევმა კარგად დაიცვა. არჩილო ოლივეირა ნახე რა, ქვემოდან გარდიდან რა დღეში. არჩილო ოლივეირა. შენ თუ მოიფიქრე და მაგაში მიხდია ფულს. არჩილ დიდ ფულს. ძიმე ოლივეირა. არჩილ ძიმე ოლივეირა. მორაგბე ოლივეირა. ისევ straight arm-ბარზე უტევს. ისევ straight arm-ბარზე უტევს. დანებდა ეხლა. ბრავო! სამშენი! არ ფინიში! რეგიონის კაპიტანი ამარცხებს ლოკეჩოვკის კაპიტანს და იხდის. ამაზე გეუბნებოდ. მიაკითხეთ აჩოსიო პერფორმანსი. ბრავო! სუპერფაიტი გამარჯვებულია არჩილ ბეჟიაშვილი. რა გამაც კარგი ტელეფონ არ ბარი. ეს შეხვედრა რომ ესე უცბად ვაჩუქე, მაგისთვის ძალიან დიდი მადლობა. წავიდ. თავარი ველზე გადავართ ახლა ცოტა ხანში. არჩილ თუ შეიძლება რომ მოხვიდე ჩემთან. ისე გვინდა შენ ჭიდაობის ნახო ვერ გაგიშვით ისე. შენ მოდი შემბრძოლას და გითხარი როგორი მაყოფილი ხარ. კი აზრი იყო ეს რომ სუპერფაიტი აქ ვერ მოგვიწყო. რომელი კაი გამოვიდა. კინგ-კონგი თუ არ გინახიათ? დავრეხა ვინმე ქერა არა იყარო სეფარი. მოდი რახან სუპერფაიტი იყო ეს. შენ უკვე ჩანიშნული გქონდა ერთხელ უკვე გამაში. სუპერფაიტი
ამიკოს სვიმონიშვილის წინააღმდეგ. სურთ თუ არა რომ გავამეორდ სუპერ ფაიტი და ვნახოთ ეს დაპირისპირება. ჩემი აზრით ჯერჯერობით ამ ტატრამის კინგონგი ამიკო არის. იმიტომ რომ ყველა დამარცხებული ყავს. ძალიან მაგარი სანახაობაა ჩვენა გრეპლსტრიტის წინააღმდეგ. ბრავო, მართლა. ერთხელ ჩავნიშნე ჩვენი ბრძოლა. მე ტიპი მოვიტეხი. ახლა მომავალში მე თანახმავა რომ იქნება დავამტკიცო რომ მე ვარ კინგონგი. კარგი. მოდი გუნდეს გვიხარი ერთოში ყველამდე მაყოფილი ხარ გუნდის გამოსვლი და რას ეთყოდი დანარჩენ გუნდებს რომელსაც უნდა შეხვდე მომავალში. ამ პირველი წაგების და გამარჯვების შემდეგ. Thanks to the opponent team. Შეიძლება გული დავსვლა რომ 4-ნი იყვნენ. ეს გამოსცემ. დიდი მადლობა ჩემ გუნდს. And very big thanks to our team's very good friend Idris. მოწინააღმდეგეს რას ვეთყოდი? მომავალ. Maestro ოზანოს ტრაბარა. ჩვენ მზად ვართ. რემაჩი. და ის რა ვი რომელი გუნდის გამოწევა არ გვინდა იმას მაიციან რა 400 თუ ჩააბარებენ 400 თუ ჩააბარებს Grapple Street-ი ვიჭიდაოთ თუ 400-ზე მეტი უნდა Grapple Street თქვას რამდენი უნდა არ თქვას 400 გვინდა და 430 არ მოვიდეს Grapple Street-თან პრობლემა იყო საჯობა, პრობლემა იყო წონები, მაგრამ მე ყველაფერი გუშინდან უკის ამბავია. გვექნება დღეს. ამიკო Black Eagles წარმოადგენს, რუსთავის გუნდს წარმოადგენს და ამიკოს და აჩოს Super Fights. იმედია ვიხილავთ მომავალში ორი კინგონგის მომავალი დაპირისპირება. ამიკოს სვიმონიშვილი და არჩილ ფეზიაშვილი. ეს ამიკო არის მეფე, გამას ფიტის მეფე არის დღეს ამიკოს სვიმონიშვილი. და მეფეზე იწევს აჩო ბეჟიაშვილი. მოდი მადლობა გადავხავთ და გავაცილოთ ლეგიონის კაპიტანი არჩილ ბეჟიაშვილი. შესანიშნავი გამოსვლა მეგობრებო. და დაგვრჩა ტკბილი ლუკმა main event-ი მეგობრებო. სტოუნერის სახედან main event-ზე ერთმანეთს დაუპირისპირდება. გამას პიტისთვის და გამას მაყურებლებისთვის ცნობილი მოჭიდავე ლურჯი კამარი Grapple Street-დან ლეო ბუაჩიძე მივასალმოთ. ლეო იმდენი ხანია მგონია რომ ლურჯი კამარია. რო ეს ლურჯი კამარი ალბათ გაცრეცილი იქნება. ძალიან დიდი ხანია ჭიდაო, საკმაოდ აგრესიული მოჭიდავია. მივასალმოთ ლეო ბუაჩიძე. ეს Grapple Street-ში არის ხო, ლეო ბუაჩიძეს დაუპირისპირდება. თქვენთვის ძალიან ნაცნობი, მაგრამ მოჭიდავეებისთვის ალბათ ნაკლებად ახალი mythical fighter-ი, grappler-ი David Stoner ბადურაშვილი. მივესალმოთ. სტოუნერი დავით ბადურაშვილი, მუშტიკრივის მებრძოლი, ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ბიჭი, ვისაც რინგზე დაუდგავს ფეხი საქართველოში. ეს კაცი არის პერსონა. და დღეს ბუაჩიძე და სტოუნერი დაეჯახებიან ერთმანეთს ბუაჩიძისთვის უფრო ახლო დისციპლინაში გრეპლინგში სტოუნერისთვის გათოსთვის ეს ბადურაშვილისთვის ეს არ არის ორკვირა ნახევარი ეს სუპერ ფაიტი აქ ფრე არ გვექნება მეგობრებო ან კიკბოქსინგის დარბაზში ხო მე ველოდები ბუაჩიძისგან ზემოდან ბაგი ჩოუქს რაც გვაჩვენა როდის მაშინ როდესაც ლუკა ესტუმრა Grapple Street-ს, ჯიცერი ლუკა ესტუმრა Grapple Street-ს, იქნებ ჩვენს YouTube არხზე, გამა გრეპლინგის YouTube არხზე ეს ვიდეო. და არმბარზე მიდის ხო დომინაცია რო იქნება ფაქტია, ხა ტარიკო პლატას უტევს. ბატონო, მარტივი არ იქნება მისთვის ჩემი დამარცხება ბატონო. გითხრა, მაგრამ ბრალ გამოუძრა ხა არმბარიდან. გავამხრეოთ ბადურო მეგობრებო. ძალიან რთულია ლეოს წინააღმდეგ ჭიდაობა ფაქტობრივად თეთრი კამრის დონეზე ჭიდაობა ეხა ბატონო ძალიან მარტივად ცდება ეხა ლეო გარც თუმცა გადმოტრიალდა ნუ ერთი რაც შეგვიძლია ლეოზე ვქათ ბოჩიძეზე ვქათ თემო არის ის რომ არასოდეს დაუფიკი შეიძლება წაგება კონდეს მას გრეპლინგში თუმცა არასოდეს დაუფინიშებიათ ის და ჩვენი ტურნირი აი ეს ფორმატი არის
submission only, azt ნიშნავს, რომ ქულები აქ არაფერ მნიშვნელობას არ ატარებს. რა ხდება აქ ზურგი აქ აღებული ლეოს რენეკი ჩოუკისკენ მიდის სხვათა შორის ბადურას ჩანიშნული აქვს 28 თებერვალს გამას ფაითოლში დიდი ამოთოვი დასრულდება ყველაფერი. ეგ არის რენეკი ჩოუკით როგორც მოსალოდნელი იყო ასაბმითებს მეტოქეს ლეო ბუაჩიძე უფრო სერიოზულ მეტოქეს ოდებით მისთვის ორხარახიმები უნდა ყოფილიყო დღეს აქ ამ სუპერფაიტის ზურგიდან მარყუჟით გამარჯვებულია ლეო ბუაჩიძე. მიგულოცავთ მეგობრებო. ხოდა ბანდურას კი ველოდებით გამათეელში 28 თებერვალს თავის ამპლუაში მუშტიკებში მერაბ ტარზანა იაშვილის წინააღმდეგ. სანამ გამარჯვებულთან გადავივიდე, მოდი ბადურას ვკითხოთ როგორ გვეწონა გამას პიტი და გინდა თუ არა რომ კიდე მოხვიდე აქ. ჯერ მარტო ის იყო ჩემთვის სასიამოვნო შეგრძნება, როდესაც აი ეს ფორმა ჩავიცვი რა. იმდენად კარგად გზნობამ ამპულაში თავს და შემდეგაც აუცილებლად მინდა კი იმიტომ რომ რაშგარდი და შორტების სიამოვნოს ბადურას. შეგრძნებებია რა. ისეთი რაღაც რო არის რომ სიამოვნებს და აკეთებ. ერთი კაცი გიწევს შენ დიდი ხანია ყველგან MMA-ში, მუშტიკრივში, გრეპლინგში. შენ გინდა თუ არა მასთან შეხობიდან რომ გააჟღერო ვინაა ეს ადამიანი? მონადირე. ჭავჭავაძე. უნდა მოვიდეს? მოდი. ჭავჭავაძე უკვე ვიხილეთ ჩვენ ჯიცელ ლუკასთან სინგლად მოდი ბრო. გამოსული საჭიდაოდ და ასევე ნანახმობს ძალიან მაგარი ჯამი. ჩემი ყოფილი ოპონენტი გიორგი ჭავჭავაძე. ჭავჭავაძეს შორის მუშტიკრივში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ბრძოლა გამას საბურავებში. ჩემზე მალე და საბურავებში იყო. და ეს ორივე თანახმაა, ხო? MMA-ში უნდა შემდეგი დაპირისპირება ჩაინიშნა ფაქტიურად დევიდ სტოუნერ ბადურაშვილი გიორგი ჭავჭავაძე გავაქილოთ მეგობრებო ბადურა. რეპლიკში მაღალი დონის არც ერთი არ არის. და რაღაც გადავიდეთ გამარჯვებულთან ლეო ბუაჩიძესთან. ლეო ეს ბრძოლა გაგრძელდა 2 წუთი, შენ დავკვირდი რომ 4 წუთი იქნებოდა. ვეღარ მოიწმინე ამის თქვა გინდა? არა, ვიქცენი რომ ბადურას რაღაცა ესმის, დაცვა იცის რაღაც დონეს და არა დავასრულეთ. მაგჩებელად ხო მინდოდა დავასრულო და არაფერი რა ალბათ, ამ დავასრულე. შეგელო თუ არა უფრო მალე საბმიტება თუ უბრალოდ ხალხს შოუ აჩუქე იმით რომ გააგრძელე ბრძოლა. როგორ შეაფასებდი ბადურას გრეპლინგს? დაცვა რაღაც დონეზე იცის, მაგრამ თავიდან ბორატა პლატაზე რომ დავიჭერე, ცოტა შემეცოდე, იმით რომ ვიფიქრე ახლა რომ დავუჭერე. მაგილეც, მაგრამ მე გავუშვი და მე გავაგზავნე უბრალოდ შეტევა, მინდოდა გდება სხვა ჩვენო და რაღაცა და ხო, ახლა ოდნავ ნაკლები გაგრძელდა ვიდრე მინდოდა. კარგი, ჩვენ ვიცით რომ შენც არ აღიქვავდი ძლიერ ოპონენტად ბადურას. ყავს თუ არა ვინმე თავში და ვინ გინდა რომ გამოიწვიო და ნახო აქ გამასპიძე. ვის დაუპირისპირდებოდი? სახელი გვარი რო გვითხრა, ლეო. ნებისმიერს. მაგრამ პირველ რიგში ორხან რახიმოვი მინდა გავავაწვიო აქ გამას რინგზე. და ორხანთან ვიჭიდავებ და ლეგიონის ხათრით ლეგიონის რაჭკარად ვიჭიდავებ. ყოველთვის ნობილი ორხან რახიმოვი უნდა ლეო ბუაჩიძეს ამ ზოლს ალბათ დავამუშავებ. თუ გინდა რამის თქმა გამას მაყურებლისთვის შეგიძლია ახლა უთხრა. ლეო ჩვენთან ხშირად აჩო, ერთადერთი ადამიანი ვისაც არ აქვს აგება ამიკოსთან მე ვარ. პირველ რიგში მე ვარ და ეგეთ დავრჩები. ლეო შეეწირა ხდება, მას შენც გინდა ამიკოსთან ჩხუბი? ვის არ უნდა მეფეს ორხანის მერე პირდაპირ ამიკოსთან მინდა გამოვიდე. იგივე ღამეს თუ არის საჭირო. ყველას უნდა ამიკოსთან ჭიდაობა. გავაცილოთ გამარჯვებული ლეო ბუაჩიძე. ჩვენი მეინ ივენტის გამარჯვებული. ატობა ლეოს დადგმული შოუსთვის ეს იყო დღევანდელი საღამო მეგობრებო, გამას მაყურებელ სანახაობა არ მოგაყდებათ ზუსტად ერთ კვირაში, აი გამა ფაითოლში ნანატრი დაპირისპირება ლუკა პიტბულ კახიშვილი და ლევან ციკლაური 65 კილოს ქამბრისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. გელოდებით ისევ ერთ კვირაში აქ გამა სანახაობას არ მოგაკლებთ. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ლეგიონის ტრიუმფით დამთავრდა დღევანდელი შერკინება ლოკენჩოუკის წინააღმდეგ, ასევე ვიხილეთ
საინტერესო პრელიმინარი ბრძოლა, სუპერ ფაიტი, ორი მოულოდნელი სუპერ ფაიტიც ჰქონდა აჩო ბეჟიაშვილსა და სტალდუცევს შორის, კაპიტნებს შორის, საერთოდ იყო დაგეგმილი, მაგრამ გამადა ყველაფერი მოსულა. როგორც მაესტროს აქცენტით რომ თქვა და შემდეგ რა თქმა უნდა ლეო ბუაჩიძეს და დავით დონაბადურაშვილის შორის ჯახი თემო დამთავრდა ისე როგორც დასრულებული იყო რა. ნამდვილად საინტერესო საღამო გამოდგა მოულოდნელობებით და რა ვიცი, ალბათ კიდე საღამოები იქნება. აუცილებლად იქნება მსგავსი საღამოები და კიდევ უკეთესად გვექნება, იმიტომ რომ ყველას გეპატიჟებით 28 თებერვალს იქ საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი. გამათეილი მუშტიკრივის ივენთი, ასევე ეხილავთ, რა თქმა უნდა, პიტბულს ლეგენდას, გამას საბურავების ლეგენდას, ციკლაურის წინააღმდეგ 65 კილოგრამის კატეგორიის კამბრისთვის, როგორც გითხრათ, ციცერმა ლუკამ და უკვე გამა MMA 7 მატს. ამით გემშვიდობებით, მადლობა რომ ვიყავით ჩვენთან ერთად, ერთმანეთს შევხვდებით დაახლოებით ერთ თვეში. ჩვენთვის საღამოს უძღვებოდით თეო მამაცაშვილი და გიორგი ბუჩიკური. დროებით. დროებით გემშვიდობებით.